დღე-დღეზე უნდა ჩაგვეტარებინა საპროტესტო აქცია აი მიწებთან საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით. და ეხლა რა გამოდის ყველა ადამიანი ვიც მოვა ამ აქციაზე ყველა უნდა დაიჭირონ, დააპატიმრონ. მე ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მე ვერც ადვოკატს დაუქირავებ ამ ხალხს. და ვერც ისა რა ქვია ვირბენ საპროფილში დილიდან საღამომდე. ესე იგი პროტესტის უფლება გვერთმევა რა. ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ იმ სოციალურ გაჭირვებულ ხალხს, რომელთა პროტესტის ფორმა არის ქუჩაში გამოსვლა. მაგალითს მოგიყვანთ წაბლადის მოსახლეობამ, როცა იქ ადგილზე გამართა აქცია, არ მიაქცია ყურადღება და დაირაზმა მთელი სოფლები და ჩამოვიდნენ მთავრობის სახლთან. თქვენ არაერთხელ გაგიშუქებიათ. რას ვეუბნებით ჩვენ იმ ხალხს, რომ მთავრობის სახლთან კანონით არ შეიძლება მისვლა? აბა ვისთვისაა ეს მთავრობის სახლი? მთავრობა ვისია? მთავრობა არის ხალხის დაქირავებული მონა და არა პირიქით ხალხია მთავრობის მონა. შეიძლება ამას ხელისუფლება იმიტომ ბედავს და ღებულობს, რომ საზოგადოება ღებულობთ ამას. და არაფერს ვამბობთ. და ხელისუფლება ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც საზოგადოება მიიღებს. ძალიან ბევრი სოციალური ჯგუფები ჩამოსულან აქ იმის გამო, რომ სოფელში მათ ადგილზე არავინ ყურადღება არ მიაქცია და ჩამოდიან, რომ მთავრობასთან, რატომ ჩამოდიან მთავრობასთან? არა სასეირნოდ ან მაგალითად ვიღაცას ესე უნდა, არა, ხალხი ფულს აგროვებს. ფულს აგროვებს, რომ სოფლიდან ჩამოვიდეს და თავისი პროტესტი მიიტანოს ხელისუფლებამდე, ხო? აი ახლა მე ვსვამ კითხვას, მე რა ვუპასუხო ამ ხალხს? აი მე რო ხვალ დამირეკავენ ხულო და შუახევიდან, იგივე წალკის მოსახლეობა რამდენჯერ ჩამოსულა, ხო? რა უთხრა ამ ხალხს, რომ იცით რა, დაჯექით სახში, არ გამოხვიდეთ და არ ელაპარაკოთ, არ ისაუბროთ თქვენი პრობლემების შესახებ, თქვენ თვითონ თქვენში ჩაკალით? ასე ხომ კლავთ ჩვენ სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას და აი როგორ მივიტანოთ ამბავი ხელისუფლება? მე კი, მე პრობლემა არ მაქვს. ხოლმე ხელისუფლებამდეც მივიტან ამბავს, ოპოზიციამდე გააგეთ თქვენი მეშვეობით, ასე გაგვიკეთებია არაერთხელ, მაგრამ ეს ხომ არ უშველის საქმეს იმ კაცს, იმ ადამიანს უნდა რომ ჩამოვიდეს და ხელისუფლებას ან შეხვდეს, ან დაელაპარაკოს. ესე იგი ფაქტიურად ამით ჩვენ უკვე კანონით იმასაც გვგრძალებთ, რომ ხელისუფლება არ შევაწყო. ბატონო ირაკლის მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს და უნდა უთხრა, რომ კი ბატონო, გეთახმები 50-მა და 100 მაგაზმა არ უნდა დაკეტოს და ეს უკვე ხელოვნური დაკეტვით შეიძლება შეფასდეს, მაგრამ თუ გადაიკეტა რავშობით, ყველას ვაპატიმრებთ იქ მყოფ ადამიანებს. ციხეში ადგილი არ გვეყოფ. არ არის მამდენი საპატიმრო, რომ რუსთაველის ქუჩა რო გადაიკეტება, უკვე არა ხელოვნურად, არა ბუნებრივად რო გადაიკეტება, ყველას ხო ციხეში ვერ გამოამწყრებთ და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ უფრო მეტ პროტესტს და მე ვფიქრობ, რომ მე მგონი მოაწერეს ხო ხელი უკვე ძალაში. უკვე შევიდა ძალაში ეს კანონი. ნახოთ ეხლა ყველაფერი არის საზოგადოებაზე დამოკიდებული. თქვენ ნახეთ რომ ნეპალში მაგალითად იმის გამო რომ ხალხს მესენჯერის გამოყენების უფლება არ მიცენ, რამხელა რამ მოხდა. ღმერთმან უკნას რომ ნეპალის მსგავსი ის მოხდეს აქ არეულობა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად მეტად ვერ გადავიტანთ ამას ყველაფერს, მაგრამ იცით რა, შეცდომებზე ვსწავლობთ და მეტ გამოცდილებას ვღებულობთ, ხო? ისეთ რაღაცას ნუ გავაკეთებთ, რომ ხვალე გასაქცევის საშუალებაც აღარ დაგვრჩეს.